გამარჯობა. აბა, არის თუ არა ეს წითელი? როგორც უკვე მიხვდით, დღეს შევღებავთ კვერცხს. წითლად. კვერცხის შესახებად მე გამოვიყენებ ენდროს. ვცდილობ, რომ ენდრო ყოველთვის შევიძინო პირველად ისახით, ანუ ჩხირების სახით და შემდეგ დავნაყო. ვფიქრობ, რომ ასე გაცილებით კარგი ფერი აქვს და თან ზუსტად იცი, რომ ენდროს იყენებ. ამ შემთხვევაშიც, როგორც ნახეთ, ენდროს ჩხირები დავნაყე, შემდეგ კი გავახვევ მარლაში. მიღებული მასა მოვათავსე ქვაბში და დავასხი წყალი. მე ენდროს მხოლოდ ერთხელ ვადუღებ, ოღონდ ძალიან კარგად, რომ კარგად გაუშვას ფერი. როგორც კი ენდრო ადუღდება, შეგიძლიათ ცოტა ხნით დაასვენოთ და პირდაპირ მოათავსოთ კვერცხები, ან შეგიძლიათ კვერცხებს გავუკეთოთ გარკვეული ორნამენტები. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ უბრალოდ ბალახებს, რომელიც დავკრიფე ეზოში. როცა პატარა ვიყავი და ჯერ კიდევ არ არსებობდა ამდენი შესაძლებლობა კვერცხების შესახებად, ბები ამიკეთებდა ხოლმე ამ ფორმით და ჩემთვის რაღაცნაირად ნოსტალგიური განწყობა მოაქვს. გარდა ამ სიმბოლური დატვირთვისა ძალიან მიყვარს და როგორც წესი ყოველ წელს აუცილებლად ვაკეთებ რამდენიმე კვერცხს ასე. თუ თქვენს გენდომებად შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ. როგორც კი დაასრულებთ კვერცხების გაფორმებას, შეგიძლიათ უკვე ადუღებული და დასვენებული ენდროს ნახარში გადმოდგათ და კვერცხები ჩაალაგოთ ნელ-ნელა. თუ ამ პროცესში ყოვს მოიშველიებთ, გაცილებით გაგიმარტივდებათ. როგორც უკვე ვახსენე, მე ენდროს მხოლოდ ერთხელ ვადუღებ, ვასვენებ და შემდგომ ვალაგებ კვერცხებს. ანუ მისი რამდენიმეჯერ ადუღება არ არის აუცილებელი. კვერცხების ჩალაგებისთანავე დავედგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ კვერცხი. დაახლოებით 10-15 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ კვერცხები. თუ ჩემსავით გააფორმებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაჭრათ შემოხვეული მარლა და გაასუფთავოთ კვერცხები. საბოლოოდ, საკმაოდ ლამაზი ფერის კვერცხები მივიღეთ. შეგიძლიათ თავადაც შეაფასოთ. ეს მწვანე მცენარე არის ჩია, რომელიც თავად დავთესე ხორბლის ნაცვლად. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ. როგორი კარგი ხარისხისაც არ უნდა იყოს ენდრო და საღებავი, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მიიღებს პიგმენტს ნაჭუჭი. სწორედ ამიტომ თუ თქვენც ჩემსავით აგეჭრებათ კვერცხი, ამაზე არ ინერვიულოთ. მრავლს დაესწარით ბედნიერად.